მოვიწვევ ეთერში ენათ მეცნიერ ცირა ბარამიძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს. მოგზაურობთ ხალხო ცირა, მადლობა მოსვლისთვის. თქვენ გვეგონა რომ იქ იყავით შეხვედრაზე, თუმცა აღმოვაჩინეთ რომ დღეს არ იყავით ადგილზე წარმოდგენილი, ამიტომ ვისარგებლეთ შესაძლებლობით და გთხოვეთ რომ სტუდიაში მოსულიყავით. მოდით მითხარით მაინც მოლოდინის შესახებ. შეხვედრის შედეგებზე საუბარი. არა მაქვს პოზიტიური მოლოდინი, სურვილი მაქვს ძალიან. მე ვფიქრობ, ესეც იქნება მორიგი შეხვედრისთვის. და ანონსებული აი ამ რაუნდის მოდი შეხედავ კლიანობაში ამ პროცესს. დიახ. ამ კონტრრეფორმის და მოცემულ შემთხვევაში რატომ TSO და რატომ STO ერთად და რატომ პირველად ესენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ერთი რაუნდი. ამას მოსდევს ძალიან ბევრი შემდგომ. ამ გამოცხადების შემდგომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ხო იყო ასე? დიახ. გადაწყვეტილების მიმღებნი კომუნიკაციისთვის ძალიან ძნელად მისაწვდომნი იყვნენ. ფაქტია, რომ კომუნიკაცია ძალიან რთულად შედგა, ან ფაქტობრივად არ შედგა, მინისტრი საერთოდაც ქვეყნიდან იყო გასული. ჩემი აზრით ეს იყო დრო, ეს 5-6 დღე ერთგვარი ტესტისთვის. როგორ რეაგირებს საზოგადოება და საუნივერსიტეტო საზოგადოება ამ პრობლემაზე, ანუ ერთგვარად იწყებენ მოთელვას იმისა, რომ შეგვაგონა აზრს, რომ ეს გადაწყვეტილია, ჩვენ ეს გადავწყვიტეთ და გამომდინარე აქედან თქვენ მხოლოდ დათანხმებაღა გევალებათ. აბა რაზეა საუბარი? ხა კონსულტაციას უწოდებენ ამას თუ შეხვედრა მით უმეტეს მინისტრის სახელით წარმოდგენილ პირთან, ხომ? მაშინ რაღა საჭიროა ეს შეხვედრა? თუ კი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს გადაწყვეტილება გაგაცნეს თქვენ უკვე. თქვენი მხრივ მიიღეთ ორივე უნივერსიტეტმა გადაწყვეტილებები და თქვენ გააცანით მათ ეს განცხადებები. ჩვენ გავაცანით სენატმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა ერთხმად დააფიქსირა თავისი პოზიცია. ისევე როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დააფიქსირა, მაგრამ ეს ერთგვარად იწვევს ამის მიღწევა როგორ გახდა შესაძლებელი ორივე მართვის ორგანო, ორივე უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდა ერთხმაზე. ესეც კი ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ესეც კი ჩემი აზრით იწვევს იმგვარ მიდგომას, რომ ერთგვარად ორკესტრირებული და მართული პროცესია, რადგან საუნივერსიტეტო სივრცეში ამ ორ უნივერსიტეტში არავისთვის არ არის მოულოდნელი და უცხო, რომ ხელმძღვანელები რექტორის პოზიციაზე მყოფი პროფესორები გახლოვან პოლიტიკური ნიშნითაც პრიორიტეტიდან გამომდინარე, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები, რადგან ისინი პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენენ და გამომდინარე აქედან მათ ძალიან გაუჭირდებოდათ ასე პირდაპირ არის თქმა, ამიტომ ძალიან დიქოტომიური იყო მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ, ხო იყო ეს ფრაზა? განათლების რეფორმას აკადემიკურ დონეზეც ასე ითქვა. თუმცა არ უჭერენ მხარს, მაგრამ არ უჭერს გაერთიანებას, რომელიც გაუქმებას გულისხმობს მისი უნივერსიტეტის. რექტორო ბატონო გურგენიძე, მინდა გითხრათ, რომ რეფორმის არსი ეს არის, გაერთიანება კი არა, ლიკვიდაცია თქვენი და გამოდის თუ ცალსახად უჭერს მხარს, ამას უჭერს მხარს. მაგრამ საუნივერსიტეტო საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ნამდვილი მეცნიერები, სტუდენტები ამას მხარს არ უჭერენ. თუმცა ორივე რექტორს უწევს ლავირება, ვერც ერთი ახერხებს ასე პირდაპირ და გადაჭრით თქმას, რომ თანახმანი არიან ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე და ამ კონკრეტულ შეთავაზებაზე. როგორ ფიქრობთ, რითი უჭირავთ, ცოტა ესეთი კითხვა შეიძლება პასუხი არ გქონდეთ ასეთი კონკრეტული, მაგრამ რითი უჭირავთ რექტორები ხელისუფლების წარმომადგენლებს? აი, როდესაც ხარ თავისუფალი სივრცის ნომერი პირველი არჩეული პირი, ვის წინაშე უნდა იყო ანგარიშვალდებული და რა უნდა გზღუდავდეს, რა უნდა გიღირდეს საერთოდ, საკუთარ იდეებზე უარი თქვა და ვიღაცის დირექტივებს დაემორჩილ. რითი უჭირავთ ეს ხალხი? ლოგიკური იქნებოდა თუ გიპასუხებდით. რა თქმა უნდა, შესაბამისი
კომპრომატებით რაღაცით, რითაც ისინი რექტორები გახდნენ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, საზოგადოებას უნდა უთხრათ, იმიტომ რომ სხვანაირად არჩევნების ის ფორმა და ის მიმდინარეობა, რაც ხდება უნივერსიტეტში, ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს და მე პირადად გამოცდილებას გამაჩნია ამ მიმართულებით სამწუხაროდ. როცა უკონკურსოდ ხდება ეს ყველაფერი, ან წინასწარ დაანონსებული შედეგით ტარდება და აქ მე ვიტყოდი მარტო რექტორებში არ არის პრობლემა, არამედ იმ მართვის ორგანოებში, რომლებმაც ასე ერთხმად ახლა ძალიან ვაჟკაცურად დაუჭირეს მხარი, თუმცა იყვნენ წევრები, რომლებიც არ გამოცხადებულან ამ სხდომაზე, შესაბამისად უნდა მივიჩნიოთ. არის თქმა გაბედა ვინმე? არის თქმა ვერავინ გაბედა, კი არა, არავინ არ იყო იქ სხდომაზე ისეთი, რომელსაც სხვა აზრი ჰქონდა, ძალიან გაბედული ნაბიჯია. იქნებოდა პროცესში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი ძალიან მაღალ აკადემიურ დონეზე გამოიყურებოდა და ეს მაძლევს იმედს იმისა, როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ შევძლებთ, აი ჩვენი უნივერსიტეტი მაინც შეძლებს პროფესურა, რომ მხარი დაუჭიროთ ტექნიკურ უნივერსიტეტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის ორსახა განცხადება, რომ თან მხარს უჭერდა, თან არ გინდა რომ ლიკვიდაცია გამოგიცხადონ, ასე არ ხდება. არ შეიძლება თამაში და კიდევ ის რომ თქვათ აშენებს ქვეყანას კარგად და თქვენ განგრევთ, როგორ თუ კარგად აშენებს, რატო ანგრევს. ჩემი აზრით, სხვა რამ არის აქ მიზეზი, რადგანაც ამ საკითხებს სამწუხაროდ ვეცნობი დეტალებში, გამომდინარე აქედან მაქვს ასეთი ფიქრი და ეს არაერთგზის დავწერე და გაიჟღერა კიდევაც აქტივები ამ საინტერესო კორპუსების, რომლებიც აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გამოთავისუფლების მიზანი და კიდევაც პრინციპში. ის გამოჩნდა კონკრეტული მაგალითები, მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტიდან წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, საქართველოს, რომელიც არის მთიანი ქვეყანა. თას და წყალს აქვს ჩვენი ღირებულება, ხო, მთავარი, რომელსაც აქვს ასეთი საფრთხეები, შოვი გავიხსენოთ მარტო. მეწყერული ზონები, წყალმოვარდნი, რა ვიცი მე როგორ გასწავლოთ ეს საზოგადოებამ უკეთ იცის რა პრობლემებს გადის. აი ეს ინსტიტუტი ვაკეში, რომელიც იყო, ეს კორპუსი უკვე გასხვისებულ და გაყიდულია, რამდენადაც მე ვიცი. და დაახლოებით 9 მილიონად თუ ვცდები, პასუხს ალბათ გაგვცემს ბატონი რექტორი და გამომდინარე აქედან რა თქმა უნდა ეს ფული შეიძლება მოხმარდეს ამ უნივერსიტეტს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამხელა ინსტიტუცია, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მეცნიერული თვალსაზრისით საქართველოსთვის, დღეს ფაქტობრივად იმხელა სივრციდან არის ერთ პატარა სივრცეში პირველ კორპუსში გადატანილი და ლაბორატორია საერთოდ დაშლილია და ახლა ხვალ რომ წყალდიდობა იყოს ან რაღაცა ვერავინ კვლევას ვერ ჩაატარებს. გამომდინარე აქედან ეს ერთი კორპუსი ვახსენე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-7 კორპუსი, აქტივები, რომლებიც ჩამოწერილია, ბალანსზე რიცხული აქტივები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ შემდგომ სიგნალს იმისაკენ, რომ გასხვისდება ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელიც დაცალეს და 1000 კვადრატიდან თუ მეტი არა, გადაიყვანეს 50 კვადრატი არ არის ის სივრცე, 7 განყოფილება როგორ იმუშავებს 50 კვადრატში, მე ძალიან მაინტერესებს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მე-4 კორპუსი, რომელიც კარგი ხანია დაცლილია და ახლა აქტივების ჩამოწერაზე ოქში უკვე განაცხადია. ეს პროცესი აჩვენებს რამდენიმე მახასიათებელს მოქმედი ხელისუფლების. ერთი, რა თქმა უნდა, განათლების დაუფასებლობა, მათ არადუღირთ იდეა, საუნივერსიტეტო იდეა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომელ უნივერსიტეტს რაში სჭირდებოდა რა მიმართულებებში გაუმჯობესება, აქ იდეაზეა საუბარი, გაუქმებაზე და არა რეფორმაზე, მაგალითად კონკრეტული უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის. აქ საუბარია სიხარბეზე, აქ საუბარია სავარაუდო კორუფციულ სქემებზე, ჯიბის გასქელებაზე და საუბარია ზოგადად მიდგომაზე საქართველოს მოქალაქეების და ახალგაზრდების მისამართით, რასაც მთელი განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა წარმოადგენს, ხომ? აი, როდესაც თქვენ ამ პროცესში გეუბნებიან, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რა გაღელვებთ, თქვენ ხომ გამსხვილდებით, თქვენ ხომ შემოგემატებიან, თქვენ ხომ არაფერს გართმევთ, პირიქით გიმატებთ. დიახ, იყო ასეთი განაცხადი. ეს იყო ჩანაფიქრი, რომ თასეუს აქტივობის უფრო ეშინიათ, სტუ იყო უფრო მორჩილებაში ყოველთვის და თავი ქუჩში ქონდათ, ეგონათ ამ თვალსაზრისით არ აღმოჩნდა ასე, მათ და გასაკვირად სავარაუდოდ, მაგრამ ამაზე რა პასუხია? თქვენ მართლაც მსხვილდებით? არა.
ჩვენი ერთი შეხედვით თორე საბოლოო ჯამში ალბათ არა. საუნივერსიტეტო მართვის პრობლემები მისთვის ეს არის ერთი დიდი მონსტრი, რომელსაც ძალიან დიდი მართვა ჭირდება. 27,000-მდე სტუდენტი სადღაც შემოერთებული ინსტიტუტების ჩათვლით 4-5,000 პროფესურა და მოწვეული პროფესურა, უამრავი პროგრამა და ასე შემდგომ. მაგრამ ნახეთ რა მოხდება. ახლა მე დაუბრუნდები ბატონი პრემიერის განაცხადს იმის შესახებ, რომ ის აღადგენს იმ დროის მდგომარეობას, როგორიც იყო ივანი ჯავახიშვილის დროს. ბატონო პრემიერო იმას უსრულებს ბატონო პრემიერო ძალიან მადლობელი ვიქნები თუ ამას გააკეთებთ. ჩვენ მაინც გავაკეთებთ ამას, ეს თაობა თუ არა, მომავალი თაობა მაინც გააკეთებს, დააბრუნებს, დიახ. ოღონდ ეს იქნება სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმის დაბრუნება. უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაბრუნება, რომელიც 1926 წლიდან სამწუხაროდ, მას შემდგომ რაც ჯავახიშვილი გააგდეს უნივერსიტეტიდან, დღემდე არ არის დაბრუნებული. სულ რაღაც წელიწად ნახევარი ვიყავით ნომინალური ავტონომიის მფლობელნი, როცა შეგვეძლო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ჩამოყალიბება და განვითარება, მაგრამ 2013 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძანებულებით ეს პროცესი შეწყდა. მე მაშინ მქონდა გუმანში, რომ ამას მოყვებოდა სწორედ აქტივებზე პედალირება და რაც ყველაზე მთავარია, მორჩილი საუნივერსიტეტო სივრცეების მიღება და სამწუხაროდ აღმოჩნდი მართალი. დიახ, თუ ჩვენ დაუბრუნდებით ჯავახიშვილის დროინდელ სამართლებრივ ფორმას, 104 წლის არის ტექნიკური უნივერსიტეტი და ის იყო სწორედ დამოუკიდებელი მაშინ თავიდან. ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, რომელიც მასზე, რა თქმა უნდა, დიდია და ის ერთ ფაკულტეტად იყო ჩვენთან. ეს განაცხადი, რომ შემოგიერთებთ და ერთ ფაკულტეტად დარჩება, კიდევ უფრო მიმყარებს იმ დამოკიდებულებას, რომ თქვენ უკვე მონიშნული გაქვთ მე-6 კორპუსი იქ ზაფხულში ძალიან ისეთი მოძრაობები იყო, თითქოს კორპუსის გამაგრების პროცესები მიმდინარეობდა, მე ვფიქრობ, სულაც სხვა რამ იყო. ასევე მეორე კორპუსი, ქიმიის კორპუსი, სადაც ასევე ბევრი დეტალია იქ, რომელიც ძალიან საინტერესოა. ამ კორპუსებისადმი ინტერესი და საერთოდ ერთ ხაზზე, ანუ ამ სივრცეში, ვაკეს აბურთალოს სივრცეში, იმ ძალიან დიდი, ძვირად ღირებული აქტივების, რაც 9 მილიონი, ის არის სივრცე, რომელიც უნდა ყოფილიყო გაცილებით შეფასებული. ეხლა რომ დაანგრევთ ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობას, იმავე ადგილზე ააშენებთ, აი მე გეტყვით და დააბრუნეთ მდგომარეობა, რომელიც ენიმკის დროს ჰქონდა, ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტები მოუყარეთ თავი ერთად და მიეცით მას ძალიან დიდი შესაბამისი სივრცე, როგორც ეკუთვნის ღირსეულ სახელმწიფოს. გააკეთებთ ამას, ეს იყო ჯავახიშვილის იდეა. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ჯერ იყო და ძალიან დააზარალეს, როცა 18 ინსტიტუცია შემოუერთეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რამდენიმე შეუერთეს აი წყალთა მეურნეობის რო ვთქვით, ასევე მაშინდელ ტექნიკურ ინსტიტუტს და დღეს უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტს. მაინც როგორ ფიქრობთ, თქვენ ახსენეთ პერიოდი მოთელვის, როცა აქ ტესტავენ, აი ამ პერიოდში ხა ნებისმიერ ამის გადათქმა შეუძლია მოქმედ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, მისთვის ეს პრობლემა არ არის სიტყვა უკან წაიღოს, ნათქვამი, თუნდაც ახლა მიქანაძეს შექებული ყავს აგერ თბილისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი ტრადიციულობის, მისი არაჩვეულებრივი ხარისხის, აი ახლა სულ გასულ თვეში ხო იუბილეზე და ახლა მონაწილეობს მის დახურვაში. საინტერესოა ხა ეს თუ კითხეს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, როცა მის წინაშე არიან ახლა ამ წუთებშიც, ხო? აი მაინტერესებს ხედავთ წინააღმდეგობის რესურსს და აი ამ 5 დღეში თუ ერთ კვირაში რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ, ხომ არ დაიხევს უკან? მოცემულ შემთხვევაში ამ უნივერსიტეტში ვერ ვიტყვი ჩვენთან მიმდინარეობდა თუ არა ზუსტად დეტალები არ ვიცი, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიცი როგორც იყო, უნდა ვთქვა ეს სიმართლე სამწუხაროდ, მიმდინარეობდა დაუმორჩილებლობის სიმულაციაც. ანუ იყო ასეთი მესიჯები, რომ არ მოხვიდეთ ორშაბათამდე სტუდენტებო, იმიტომ რომ ორშაბათამდე პროტესტი არ იქნება. ამის სიმტკიცებულებებიც არსებობს. ან იყო ისეთი სიტუაციები, როცა რექტორი ორ სახედ მუშაობდა. ერთი ის, რომ უნდა დათანხმებოდა
ამ ხელისუფლის გადაწყვეტილებას და მეორე უნდა გაეთვალისწინებინა თავისი პროფესურისა და სტუდენტების დამოკიდებულება. ანუ ორმაგი თამაშია ახლა არ გამოვა ეს მე პირდაპირ ვიტყვი დღეს ამ შეხვედრას თუ შედეგი მოყვება, მაშინ სრულიად უსაფუძვლო იქნება ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მათ გუშინ მიიღეს. გახსოვთ ალბათ ეს არის კანონი გრანტებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს როგორც ერთი დიდი საკითხის, რომელიც რაუნდებად არის დაყოფილი, ერთ-ერთი რაუნდი, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად წამყვანი პროფესორის პოზიციასთან. ვის გამოაგზავნის ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენმა თქვენმა პარლამენტარმა დაიცვა დისერტაცია ძალიან მე ვიტყოდი საკითხავ მდგომარეობაში თუ ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს აღმოჩნდება რომ მე მაქვს ასეთი ფიქრი რომ დიახ ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგალითად ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე პარლამენტარებმა ან კონკრეტულმა პირებმა დაიცვეს დისერტაციები ახლა დიდი ინტერესით წავიკითხავს უყველას აქამდე არც ერთი არ მაინტერესებდა და გამომდინარე აქედან მე გეტყვით შემდგომ ეს რისთვის იყო გამიზნული იქნებ სწორედ ამისთვის რომ შემდგომ ეს პერსონები მოვლენილნი იყვნენ წამყვან სპეციალისტებად 10,000 ლარიან ხელფასზე რო იქნება სხვანაირად სრულიად აუხსნელია კანონმდებლობაში არსებობს შესაბამისი აკადემიური გრადაცია და რომელიც აბსოლუტურად არ ითხოვს არანაირ წამყვანს მით უმეტეს გარედან დანიშნულს ისევე როგორც კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს თქვენი გუშინ მიღებული კანონმდებლობით გამოაგზავნით ხელმძღვანელს დანიშნავს მაკონტროლებელი მე არ ვიცი მაკონტროლებელი ვინ არის ამ ქვეყანაში მაკონტროლებელი უნდა იყოს პარლამენტი. ესე იგი პარლამენტი დანიშნავს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს. მას რაღაცომ არსებობს ამ სამეცნიერო ინსტიტუციებში სამეცნიერო საბჭო 12 კაციანი ყველგან არის ეს. ძალიან ბევრია სასაუბრო. და ეს თანამდებობა არის ასაკი უბრალოდ მიაბეს რომ ყურადღება გადატანილიყო ასაკზე. აი მე უკვე აღარ შემიძლია მე არც ვაპირებ და არც მინდა მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს კომპეტენცია და გამოცდილება, როცა უზარმაზარ ინსტიტუციას ხელმძღვანელობდა კვლევითი ხედვა უნდა კონდეს. ეს არის მთავარი თუ ის რომ თქვენ გამოაგზავნით ვიღაცას, რომელსაც სადღაც განსაკუთრებულად აქვს რაღაცა დაცული, ალბათ საეჭვო ვითარებაშიც, იმიტომ რომ მათ შემდგომ სამეცნიერო კვლევები არ გაუგრძელებიათ, რაც რა თქმა უნდა აღძრევს საეჭვს იმისა, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და არა გუშინ წინ არამედ გაცილებით ადრე. ეს არის კონტროლი.